მოგესალმებით. დღევანდელი ვიდეო არ იქნება ლაშქრობაზე, დღევანდელი ვიდეო არის ჩემ მანქანაზე. ვინაიდან ამ არხზე არა მარტო ლაშქრობები იქნება ამ მანქანის მოგზაურობებიც, მინდა გადავცემთ ახლოდან. ეს მანქანა არის 94 წელს გამოშვებული Volkswagen Transporter T3, ერთ-ერთი საკულტო მანქანა არის და ბევრი იყენებს სამოგზაუროდ. მინდა ასევე გაგაცნოთ ჩემი გამოცდილება ამ მანქანის გადაკეთებაზე, როგორ გადავაკეთე ავტოსახლად და ასევე ის პლუსები და მინუსები თუ რა აქვს ზოგადად ამ მანქანას, იმიტომ რომ გარედან ყოველთვის ლამაზი ჩანს, კარგია, საყვარელი, მაგრამ ბევრი მინუსიც აქვს ამ მანქანის ყოველთვის. დავიწყოთ იქიდან თუ როგორ შევიცინე. მოკლედ ეს მანქანა საერთოდ გეგმაშიც კი არ იყო რომ ეყიდა, იქით რომ ვიყიდე, მაშინ მართვის მოწყობაც კი არ მქონდა. მოკლედ ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ მეგობრებმა გადავწყვიტეთ ტიბეტში ერთი თვით წასვლა სამოგზაუროდ, მაგრამ სამწუხაროდ დაიწყო კორონა. კორონას დაწყებამ განაპირობა ის რომ სამოგზაუროდ გამოტანილი თანხა, სესხად, რომელიც მქონდა, დარჩა ბანკში. ვერაფერს ვეღარ უხერხებდი ამ თანხას. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ მეყიდა მოტოციკლეტი. ერთად ჩემ მეგობარს ვიგია რომ მასაც ყავდა მოტოციკლეტი, მეც ვიყიდი და ერთად მივმოგზაურებდი. მაგრამ იმ თანხაში რა თანხაც გამოტანილი მქონდა, სამწუხაროდ კარგი მოტოციკლეტის ყიდვა ვერ მოახერხე. ალბათ ესაც ბედია რომ ვერ ვიყიდე. და შემდეგ ჩემმა მეგობარმა იყიდა ესეთივე მანქანა. ზუსტად ის მანქანა გადავაკეთეთ, მოკლედ ძალიან მომწონდა, ერთი-ორჯერ ვატარე, ძალიან კარგი მანქანა იყო და ალბათ ის იყო პირველი სიყვარული. და გადავწყვიტეთ რომ ჩემთვისაც მეყიდა მსგავსი მანქანა, დავიწყეთ ძებნა. ძებნაში ჩავედით თელავში, სხვა მანქანის ანახავად, სამწუხაროდ ის მანქანა არ მოგვეწონა, ძალიან სულ დღეში იყო, დიდი ხნის გაჩერებული და ასე შემდეგ. და უკანა გზაზე შემთხვევით დავინახეთ ეს იდგა გზაზე. მაშინ ესეთ მდგომარეობაში არ იყო, ცოტა შეუხედავი იყო, მაგრამ მაინც ლამაზი იყო და დავიწყეთ პატრონის ძებნა, პატრონიც იქვე იყო. მოკლედ, ბევრი ვესაუბრეთ პატრონს და მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვას არ აპირებდა მანქანის, მაინც მოგვყიდა. მოგვყიდა ძალიან იაფად, $1000-ში. მიუხედავად $1000 ფასისა, ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო მანქანა. თბილისამდე თავისი სულით ჩამოვიდა, არ გაჩერებულა. იმის შემდეგ დაიწყო მანქანის ხანგრძლივი გადაკეთების ეტაპი, რომელიც დღემდე არ არის დამთავრებული. შეუცვალე ძრავი, გადაცემთა კოლოფი, სავალი ნაწილები, სრულად განვაახლე სალონი. ერთადერთი რაცა შემიცვლია, მოყოლი სავარძლები არის, რომლებიც ელექტრო არის და ძალიან მომწონს და არ ცვლი. თუმცა თავისი ორიგინალი სავარძლები გაცილებით კომფორტულია ვიდრე ჩემი მანქანა. და სიამოვნებით დავაყენებთ თავის ორიგინალ სავარძლებს, მაგრამ ესე ადვილად არ იშოვება ამ მანქანის ნაწილები. ხო, ყიდვის შემდეგ დავიწყეთ გადაკეთება. ამ მანქანაზე ხედავთ, ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული, მათ შორის სამღერებო სამუშაოები, მხოლოდ საღებავი არ დამისხია მე, დანარჩენი ყველაფერი გავაკეთე მე თვითონ. ეგრეთ წოდებული დაზუმფარება, ყველაფერი მე თვითონ გავაკეთე ჩემი გარაჟის წინ და ასევე ჩემ გარაჟშივე ავაწყე ეს მანქანა. არ მქონდა ხელსაწყოები ბევრი, სულ 2 ხელსაწყო მქონდა, მაგრამ ვთვლი რომ ძალიან კარგი გამოვიდა. თან დიდი გამოცდილებაც არ იყო, მაგრამ თუ რაღაცეები გეხერხება თქვენი ხელებითაც შვენიერ რაღაცა შექმნით. რამოდენიმეჯერ გადავაკეთეთ თლიანი სალონი და მე შინდა განახებთ რომ რეები გავაკეთე. ეხლაც არ არის იმ კონდიციაში რომ მომწონდეს, მაგრამ გამოყენება შეიძლება. მუდმივი განახლება სულ მიმდინარეობს ამ მანქანის და თუ ესეთ მსგავს მანქანას იყიდით ამ პროექტს, იცოდეთ რომ პროექტს ბოლო არ აქვს. არ თავდება არასდროს და მუდმივად განახლება საჭიროებს, მუდმივად რაღაცას აკეთებთ, მუდმივად რაღაცას ამატებთ. აქედან გამომდინარე, იყიდით და რაღაც კონკრეტული X თანხას დაახარჯებთ და მე თლიანი მანქანა გეყოლებათ ისე და ივლით, ეგრე არ არის. რაღაცას მუდმივად ანახლებთ, ესეთია პროექტი. და ეს მანქანაც ჩემი პროექტი არის, რომელიც ჩემი პირველი მანქანა არის. ამანამდე მანქანა არ მყოლია და შემიძლია თქვა, რომ ამ მანქანას არასდროს არ გავყიდე. იმიტომ რომ ამ მანქანაზე ვისწავლე ტარება, ბევრი ჭირი და ვარამი გამოვიარეთ ერთად, ბევრჯერ გავჩერებულად გზაზე. თუმცა სერიოზული არაფერი. ერთხელ მოხდა მხოლოდ ის, რომ დასავლეთ საქართველოში დავრჩით და მოუწია ევაკუატორით სახში წამოსვლა.
დანარჩენი ისეთი არაფერი შეკეთება ყოველთვის შესაძლებელია და ამანქანის მთავარი პლუსი ეგ არის, რომ ველზე, გზაზე შეგიძლიათ შეაკეთოთ ისე, რომ კონკრეტულ ადგილამდე მიგიყვანოთ. რაც თანამედროვე მანქანებს სამწუხაროდ არ აქვს. აქედან გამომდინარე, თუ ამანქანის ყიდვას გადაწყვეტავთ, იცოდეთ, რომ ხელების დასურვა მოგიწევთ. რაც შეეხება ზოგადად ავტოსახლებს საქართველოში, სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს სპეციალური დაწესებულება, სადაც მიიყვანთ მანქანას და ავტოსახლები გადაგიკეთებენ, ამიტომ გვიწევს ყველაფრის ჩვენი ხელით კეთება. გადაკეთების პროცესი კი ძალიან მარტივი არის, ზოგადად ეს მანქანა მინივენი იყო, 11+1 ეწერა. დავაყენეთ სამზარეულო, საწოლი, წყალი, გაზი და შემდეგ მივიყვანეთ გადაკეთების ცენტრში და ძალიან მარტივად გადავაკეთეთ სპეციალურ მანქანად. ავტოსახლი არ იწერება, იწერება სპეციალური და უკვე შემიძლია B კატეგორიის მართვისმოწმობით მართო ჩვეულებრივად, კანონიერად. რაც შეეხება სხვა გადაკეთებებს, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყველა პროფესიაში თქმის ჭირს, რომ მიიხვიდეთ რაღაც კონკრეტული უთხრა და გაგიკეთონ მანქანაზე, აქედან გამომდინარე გვიწევდა ყველა დეტალის გაკონტროლება, რასაც სამანქანაზე ვაკეთებდით, ისეთი მარტივი დეტალებისაც კი, როგორც არის ფარდები. ზუსტად ჩვენაც გვინდოდა იმას ვერავინ ვერ ვიკეთებდა, აქედან გამომდინარე მუდმივად გვიწევდა იმ კერავებთან, ხელოსნებთან თუ სხვასთან, სადაც რაღაცა სხვას ვაკეთებდით, რასაც ჩვენ თვე ვაკეთებდით, მუდმივად გვიწევდა ზედყურება, რომ რაღაც ისეთი გაეკეთებინათ, რაც კონკრეტულად ჩვენ გვინდოდა. აქედან გამომდინარე დროში ძალიან იწელება ამანქანის კეთება და მარტივი არ არის. ძალიან დროში გაწელილი პროცესი არის, სჭირდება ძალიან ბევრი რესურსი, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური, იმიტომ რომ მუდმივად ჩართული ხარ ამანქანის კეთებაში. რაც შეეხება ზოგადად ამანქანების ყიდვას და პლუსებს და მინუსებს. თუ ეს მანქანა არ მოგწონთ ძალიან, აქვს ბევრი მინუსი. ისე რომ ქუჩაში დაინახო და მოგეწონთ რა ლამაზია და მოდი ვიყიდი, ეგრე არ არის. ამანქანას ბევრი პლუსთან შედარებით რაც აქვს ძალიან ბევრი მინუსებიც, მაგალითად არ არის სივრცე მანქანაში. და ეს სივრცე ძალიან უკვე გაწუხებთ 2-3 დღის მერე. აქედან გამომდინარე, მაგისთვის უნდა იყოს მზად. ამანქანის მთავარი მინუსი კიდე ეს არის, რომ წვიმას აპირებს და ახლა გავიბივართ, რომ დღეში წვიმა არ მოგვისწროს, არ ჩავჭრით და ვიღაცების ამოსათრებები არ გავხდეთ. და მე თელი ცხოვრება უნდა გვაყვედრონებო, იგი რა მოგიყვანეთ გახსოვთ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ახლა სანამ კარგია მიდია და წვიმას დაიწყებს, გავიქცევით. და გავალ სამშვიდობოს. მოდი ახლა შევიხედოთ შიგნით მანქანაში. ეს გამოიყურება შიგნიდან და აქ არის ყველა ის მინიმალური პირობა, რაც კი შეიძლება სამგზავრო დაგჭირდეთ. გასარეცხ ჭურჭელს ნუ შეიმჩნევთ, გასარეცხია და ექსუ ეგრე იქნება მოგზაურობის დროს ალბათ, იმიტომ რომ გარეცხილი ჭურჭელი არავის არ გააქვს. ყველას ეზარება გარეცხვა, სანამ ყველაფერს არ ამოწყურავს. ამიტომ ჩუქი და დავათვალიეროთ. ეს არის ერთი შესანახი ადგილი, რომელიც არეულია, იმიტომ რომ რაღაცები ამოღებული მაქვს და გასასწორებელი არის. ეს არის სამართავი, შიგნით ყველა ელექტრონიკას აქედან ვაკონტროლებთ, ასევე ეს არის გათბობისთვის, სპეციალურად დამატებითი გათბობა გვაქვს დაყენებული და ამით თვებით. ეს არის კიდე ერთი დამატებითი შუქი, საჭიროება იქიდან გამომდინარე იყო, რომ აქ რო რაღაცას ვამზადებ ან საქმიანობ, დამატებითი შუქი მჭირდებოდა და ძალიან მოსახერხებელი არის, ბევრ დენსაც არ მოიხმოს. და სენსორზეა ძალიან ასწორებს. ჩემს გარდა არავინ არ იცის, ალბათ ჩართულისთვისაც არ მისწავლებია. ხო, ეს თაროებია, აქ წიგნები დეს, რაღაცეები მსგავსი. აქაც ადრე შუშის ბოთლები მქონდა, რომელშიც სხვადასხვა რაღაცეები მქონდა და სამწუხაროდ სიარულის დროს ვარდებოდა და ამოვიღე ყველაფერი. ეს არის ონკანი, რომელიც მუშაობს დენზე და თვითონ კემპერების ონკანები საკმაოდ ძვირი ღირს, ეს ძალიან იაფი არის, სადღაც
$15 ღირს და საკმაოდ კარგად მუშაობს. ყოველ შემთხვევაში ჩემს მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. აქ არის კიდე ერთი დამატებითი უჯრა, აქაც სხვადასხვა რაღაცები მილაგია, რაც მოგზაურობის დროს მიჭირდება. ეს არის ბარი, სადაც დასვენების დღისთვის განკუთვნილი ღვინო და ბოკლები არის. ეს ღვინო უკვე გახსნილი არის და აქაც ერთი დამატებითი სათავსო არის, სადაც არის ორი უჯრა. და ქვემოთ ასევე სათავსო. ზემოთ არის მსგავსი რაღაც. სამზარეულო სახჭურებისთვის ეს არის დიდი საჭმის შესანახი ადგილი. და ქვემოთაც მსგავსი არის. ასევე აქ არის გაზი. შემიძლია როგორც შიგნით გაკეთება, ასევე ამოვიღო და გარეთაც ამოვიხმარო. რაც შეეხება მძღოლის ადგილს. მძღოლის ადგილი საკმაოდ საინტერესოა გამანქანას. ვინაიდან ცხვირი არა აქვს, ძალიან ადვილი სამართავი არის და სიარული ამ მანქანის გრძელმანძილებზე საკმაოდ კარგი არის, თუმცა სიჩქარე დიდი არ აქვს. დაახლოებით 90-ით არის საშუალო სიჩქარე, რომელთაც დადის გზებზე. თუმცა მე ძალიან მომწონს, ძალიან კომფორტულია და დიდ პრობლემებს და სირთულეებს არ ქმნის ხოლმე შუაგზებზე მოგზაურობის დროს. რაც შეეხება საწყისს. ეს არის სკამი, რომელიც საწოლად კეთდება. აქედან გამოდის გათბობის მილი ზამთარში და აქაც ერთი სათავსო არის კიდე დამატებით. უკანაც, რასაც ხედავთ, იქაც სათავსოებია. ოღონდ ის მხოლოდ მაშინ იხსნება, როდესაც საბარგულს ახსნით. ესაც დამატებითი შუქი არის, რომელიც ატომღაც ვერ ჩავრთე, იმიტომ რომ არ ვიცი რაღაცა გაუჩნდა. შესაკეთებელია. ზემოთ ასევე მაქვს რაცია. როდესაც რამოდენიმე მანქანა მოგზაურობთ, რაცია ძალიან გამოსადეგია და სულ ეს იყო შიგნიდან. ასევე ჩემი გაკეთებული არის, გუში გაშლილი მქონდა და ვიდეოშიც ჩანს. თუმცა თუ ვინმე დააპირებს საკუთარი ხელით გაკეთებას, ჩემი რჩევა იქნება, რომ მაინც იყიდოთ. დიდად კომფორტული და კარგი არ არის საკუთარი ხელით აწყობილი, იმიტომ რომ დიდი ვერაფერი ვერ გამოდის ამით. და მაინც ჯობია ქარხნული იყიდოთ, ბევრად ლამაზია და ადვილად მოსახმარი.